სალამი, ჩემო ძმებო, ალბათ ეს კიკოიე ყველა თქვენთაგანს ინტერნეტში შეხვდა ადამიანი, რომელსაც უტყდება რომ არის კავკასიელი და პლუს დამატებული ქართველი. მაგრამ ამიტომ კავკასიელები ვართ. უმეცრებასთან ერთად მავნებლობაც არის, იმიტომ რომ კავკასიელობა დაგვაბრალეს რუსები. მაგ რუსულ ახლობას მომავალი არ აქვს. მაგალითი იყო ეხა ეს იმდენად ამაზრზენი ვიდეოა საყურებლად და იმდენად ამაზრზენ რაღაცას ამტკიცებს რომ აი ესეთი, არ ვიცი რა პროფესიის ამარ, სავარაუდოდ ლექტორია. თავისი პათოსით უყვება რომ ილია უნის ლექტორია რომელიმე ლიბერალური კანტორის. და მეც მინდა ერთი ორი სიტყვა შევაწიო და ვიდეო რეაქცია გადავიღო აი მის ბოდვაზე, რომელიც ჩაწერა და სადაც ვითომ გამოაშკარავა რომ კავკასიელობა ეს არის რუსების მიერ დაბრალებული ტერმინი. მეგობრებო, მოდი ხა სანამ ამ ვიდეო რეაქციაზე გადავხოთ რომ დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხე, გაუზიარეთ ეს ვიდეო მეგობრებს და რას თავარია ბოლომდე კარგად მომისმინეთ. ის რომ კავკასიაში ვცხოვრობთ არის ჩვენი მდებარეობის გეოგრაფიული აღწერა. რას ლაპარაკობ? ჩვენ რო კავკასიაში ვცხოვრობთ, ეს არის ჩვენი გეოგრაფიული აღწერა? არ სერიოზულად? მაგრამ ამიტომ კავკასიელები ვართ. უმეცრებასთან ერთად მავნებლობაც არის, იმიტომ რომ კავკასიელობა დაგვაბრალეს რუსები. რა კვერცხია ბიჭო? რა კვერცხია ტიპი რას ამობს ხედავთ? კავკასიელობა დაგვაბრალეს რუსებმაო. როდესაც კავკასიის მთების შვილი არის ეროვნული, ქართული, როგორც გეოგრაფიული, სოციალური, კულტურული წარმონაქმნი საქართველოს მიწა-წყალზე. ეს ჩანს ქართულ სიმღერებში, ქართულ ფოლკლორში, ქართულ დამწერლობაში, ქართლის ცხოვრებაში, მთელს ისტორიაში. და ეს მედასავლეთე ლიბერალისტვის ტეხავს კავკასიელობა, იმიტომ რომ ეს რუსებმა დააბრალეს, გაიგე? ფუი. იმენა კვერცხი ხარ თუ ამ ვიდეოს უყურებ, აი ჩოულებრივი კვერცხი ხარ. მაგ რუსულ ახლობას მომავალი არ აქვს. მაგალითი იყო ეხა ეს ყალის რა. აბსოლუტურად ვეთახვევი, მართლა მაგალითი იყო მაგის. აი მოდი ახლა მოვუსმინოთ კიდე რა, რამე თუ ვერ გაიგეთ, რომ კარგად გავიგოთ. კავკასიაში ვცხოვრობთ არის ჩვენი მდებარეობის გეოგრაფიული აღწერა. თა როგორი ეროგანტები არიან რა, ეს ლიბერალები როგორი ეროგანტები არიან, ლექტორები განსაკუთრებით, ილია უნის, თესეუს, კობახიძემ 8-ია, ეხა ის სამუშია რო იყო, ჩოულებრივი კიკო მეორე, ნომერი 2, ამხელა რექტორი კაცია, პრემიერმა იმენა 10-რია მოპარული ჟიშტივით და გამოვიდა და აფრიალა, პოლიტპატიმრები, უკანონო დაჭერილი ბავშვები. ფუ თქვენი მათხვარი ქარაკუცა. მაგრამ ამიტომ კავკასიელები ვართ. უმეცრებასთან ერთად მავნებლობაც არის. არ მავნებლობა რატოა, იცი, რომ ეს თურმე გაიგე რა დონის იმბეცილია, რომ დაუკავშირა რუსებმა დაგვაბრალეს. მე ადრე ესეთი რაღაც უთხარი ამათ, რომ პუტინმა რო თქვას ხინკალი გემრიელია, ამ კიკოებმა აღარ უნდა ჭამონ. მაქსიმალურად ვიცავ ცენზურას და იმიტომ არ თქვი ის რას უნდა მეთქვა ეხლა. ანუ პუტინი რო გამოვიდეს და თქვას რომ ხინკალი გემრიელია, ამათმა ხინკალი არ უნდა ჭამონ. არ ხვდებით რასთან გვაქვს საქმე? რა დონის დეგენერატები არიან უბრალოდ. იმიტომ რომ კავკასიელობა დაგვაბრალეს რუსები. მაგ რუსულ ახლობას მომავალი არ აქვს. ახლობაზე მელაპარაკება ტოპ ახვარი? რო ამას უნერგავს მომავალ თაობებს და ეუნება რომ კავკასიური იდენტობა თურმე არის რუსების მიერ დაბრალებული და ეს არ ასოცირდება ქართველობასთან? აი ხა რო იყო რაღაც უნივერსიტეტებზე ის ამბები რომ ილია უნის კეტავენ აი ქართველოცნებას ურჩევ. გთხოვთ დაკეტეთ ილია უნი. გევედრებით დაკეტეთ ილია უნი. გაუკეთეთ ეს სიკეთე საქართველოს. გაუკეთეთ მომავალ თაობებს. აი მთავრობას მიუმართავ. გთხოვთ ილია უნი, განსაკუთრებით ილია უნი, რომელიც ზრდის, აი დაახლოებით ამ ნარატივზე მყოფ ხალხს, რომელიც წამლავს ძალიან ბევრი ადამიანის და მომავალი თაობის, რომელსაც უნდა ეამაყებოდეს, რომ ის არის ქართველი. და ის ახორობები, რომელიც დაწყებულია 94 წლიდან. საუბარი მაქვს, როდესაც საქართველოში დაფუძნდა პირველად სოროსის ორგანიზაცია ღია საზოგადოება. მერე კამარა, სადაც გაწევრიანებულები იყვნენ პირველი დონის ახვრები, სააკაშვილი, ბოკერია და ეგენი, პირველი ისინი, მომავალი, პირველი შეგევროპელების პირველი თაობა. რომლებაც საქართველოში განაპირობეს ვარდების რევოლუცია. რომელიც შეკვეთილი და დაფინანსებული იყო, ყუდარაძაღლებულ სააკაშვილსაც უწერია საკუთარ წიგნში ძალის გამოგვიზება, რომ იყო სოროსისგან დაფინანსებული. სოროსი არის კაცობრიობის კიბო, ბოროტება, რომელიც აფინანსებს
100-ზე მეტ ქვეყანაში არასამთავრობო ორგანიზაციებს, დაწყებული ოსეფი, ღია საზოგადოება, ტრანსპარანტ, ძალიან ბევრი სხვადასხვანაირი ორგანიზაციები აქვს, რომლებიც ირიბად ახდენენ პოლიტიკურ პროცესებზე გავლენას. მათ შორის საქართველოში არსებულ დესტრუქციულ პროცესებზე მათ აქვს ძალიან დიდი წვრილი მათი დახარჯული ამ ყველაფერში. ისინი ამოფარებულები არიან სიტყვის თავისუფლებასა და ადამიანის უფლებებს. სინამდვილეში არიან ცხურის ტყავში გადაცმული მგლები, რომლებიც ლამობენ და ურტყავენ ეროვნულ ღირებულებებს. მხარს უჭერენ არატრადიციული ქორწინებისა და არატრადიციული ორიენტაციის წყვილების სხვადასხვანაირ საინფორმაციო პროპაგანდას. ისინი ამოფარებულები არიან ეგრეთ წოდებულ დემოკრატიულ ინსტრუმენტებსა და სამოქალაქო საზოგადოების ჟეშტებს. სინამდვილეში ყველა მავნებლურ იდეას, რაც კი ამ ქვეყანაში ვრცელდება და რომელიც როგორც ჭირი ისე ედება ახალგაზრდების გონებას, ყველაფერი დაფინანსებულია სოროსის ფონდიდან. სოროსმა ხელი შეუწყო საქართველოში არსებულ პოლარიზაციას. სოროსის ორგანიზაციები არიან პასუხისმგებელნი ამ ახალგაზრდების გამოშტერებაზე, რომლის დიდი ნაწილი სამწუხაროდ უკვე არის შეცდომაში შეყვანილი და თაობებია ამაზე უკვე გაზრდილი. სანამ ესეთი მართლა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ახმარი ლექტორები ეყოლება საქართველოს, თქვენს ქვეყანას მომავალი არ აქვს. ეხლა ვიღაცები რო ამბობდნენ, რომ აი თესეუს დაიმაშავე, მე კიდევ ერთხელ ვამბობ, აი ამ ჩემი ვიდეოთი, ჩემი გადაცემით, ჩემი შოუთი, რასაც ეძახიან, არ ვიცი, მაქსიმალურ მოწოდებას უკეთებ თავრობას, რომ ილია-უნი, კონკრეტულად ილია-უნი, მე მიყვეს და ეს საქმე აბსოლუტურად ყველგან სუსია შესასვლელი. იმ არასამთავრობო ორგანიზაციებში ხაზგასმით, რომელიც ფინანსდება კონკრეტულად სოროსისგან, რადგანაც ისინი ეწევიან ანტისახელმწიფოებრივ მავნებლურ ყველანაირი იდეის გავრცელებას ჩვენს ქვეყანაში. რომელიც როგორც სარეველა ისე ეგება ჩვენ ქვეყანას და აი ესეთი სირები, აი როგორც აი ეს არის. ის რომ კავკასიაში ვცხოვრობთ, არის ჩვენი აი ესეთი სირიკო ბავანჩილაძები როგორებიც არიან, ისინი ხარობენ მე ამ ყველაფრით. რატო? იმიტომ რომ მათ უტყდებათ ქართველობის აღქმა, ისინი სოფლიოს მოქალაქეები არიან. ესენი არიან გლობალისტები. ჩვეულებრივი გლობალისტები, რომლებისთვისაც არ არსებობს ტერმინი სამშობლო. რა არის? არისიან მაგათმა, მათ სამყაროში არ არსებობს. ისინი უწოდებენ თავს საკუთარ სოფლიოს მოქალაქეებად, რომლებსაც უტყდებათ კავკასიელობა, ქართულობა და ასე შემდგომ. და სანამ ჩვენ ამ რეალობაში ვიცხოვრობთ, ანუ ყველანაირი განათლების რეფორმა არის ტყუილი ამ ქვეყანაში, სანამ აი ესეთ არაადამიანებს, ესეთ კანტორებს კონკრეტულად ძალოვანი სტრუქტურები არ დახურავენ ჩვენ ქვეყანაში. აუცილებლად უნდა დაიწყოს სუსმა გამოძიება ყველაფერზე ამაზე. აუცილებლად უნდა დაიწყოს გამოძიება კონკრეტულად სოროსის ორგანიზაციებზე. 94 წელიდან დღემდე ისინი აფინანსებენ ყველა მავნებლურ იდეის გავრცელებას ქვეყანაში. ისინი აფინანსებენ მაგალითად ის რო იყო ფრანკლინის ორგანიზაცია თუ ფრანკლინის კლუბი რო იყო. ჩემი თვალით მაქვს ვიდეო ნანახი ერთ-ერთ ლექციაზე ახალგაზრდა 16, 15, 18 წლის ბავშვებს როგორ უჭედავენ ტვინს რევოლუციური პროცესებით. და რა არის რევოლუცია, როგორ ყარდება რევოლუცია, როგორ არის ექსპორტირებული, როგორ ხდება ამაში ახალგაზრდობის ძალისხმების ჩართვა, როგორ უნდა დადგე რევოლუციის მომენტში, როგორ უნდა აღმართო ვარდი ჰაერში, როგორ უნდა დადგა ეს სოფისტური შოუები, იმისათვის რომ მედიაში კარგად გაიყიდოს. რასაც ეს შიგევროპელები რუსთაველზე აკეთებენ, ხო, რომ ერთმანეთს რო კოცნიდნენ და ჰაერში აწეული დროშა ვითომ და ამით თვითონ რაღაც პატრიოტობაზე მელაპარაკებიან, ეს სირები მართლა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ამიტომ ხალხო, მე გეუნებით კიდე ხა ჩემ აზრს ელოდებოდნენ ილიო ბიჭო, ქართული ოცნება ძალიან რბილი ფორმები დაკეთებს მაგას. ანუ ტიპები ხო იმაზე აკრიტიკებენ, რატო შვებაო ესე და ილია-უნის გიხურავენო და იმას. ბიჭო, დასახური კი არა, ბოქლომია დასადები. პირდაპირ უნდა ამოაფსო თავიდან ბოლომდე ეგ სივრცეები, რომლებიც წამლავენ ამ ახალგაზრდებს. და მომისმინეთ, ხა თქვენ თუ თქვენი შვილები არ გაინტერესებთ, აი მართლა პრეტენზია აღარ გქონდეთ მაშინ მომავალში, ძალიან გთხოვთ, პრეტენზია მომავალში აღარ გქონდეთ, რომ ერთ დღეს შვილი რო სახში შემოგივა და რო დაგიწყებს ამ გენდერულ სიგიჟეებზე საუბარს და მისთვის ნორმალური რო გახდება ეს ყველაფერი. და არა მარტო ეგ ბევრი ლიბერალური სიგიჟე, რაც არსებობს დედამიწაზე, ძალიან ბევრი სუბკულტურა, კულტურა, პროცესები, ფიქრები, იდეები, აზრები, ამ იდეებით გაჟღენთილი რო გეყოლება შვილი, აღარ გქონდეს. თუ ეხა შენ ხმას არ იღებ ამ ყველაფერზე, გაიგე? ხვალზე რო შემოგივა, წვანენასკებით შვილი და რო დაგიწყებს გენდერულ სიგიჟებს საუბარს, პრეტენზია აღარ გქონდეს მაშინ არაფერზე. იმიტომ რომ ეს თაობა არის მოწამლული 80%-ზე მეტი, მოწამლული ვის მიერ? დასავლეთიდან დაფინანსებული NGO-ების მიერ. მათ მოწამლეს, გარყვნეს და აბსოლუტურად ღირებულების გარეშე დატოვეს ეს ახალგაზრდობა.
რავი, ალბათ ვიღაცებს ახლა ჩემი შვილი ნორმალურობა არ ნიშნავს, ეგ შენი შვილი ნორმალურია. შენი შვილი ეგეთ მეგობარს გაიჩანს უნივერსიტეტში და უნივერსიტეტები სავსეა ეგეთებით. და მე რას აპირებთ, ანუ ძალიან მაინტერესებს. ნერვები მაქვს ამაზე მოდუმა, აი 9 იმიტომ რომ მე რაღაც მოხდება, ჩემი შვილი ის არის, რა ქვია, ეგეთი არასდროს არ ყოფილა, ბიჭო, ნიშნულობა არ აქვს. ნორმალური ვაშლი გაფუჭებულ ჭიარ ვაშლებთან რომ მოხდება, ისიც მათნაირი გახდება ადრე თუ გვიან. ამას თქვენ თუ შობლებმა, ოჯახის წევრებმა იმათმა არ ებრძოლეთ ამ სისტემას, ხო? გამოსავალია, არაფერი აღარ იქნება მომავალში. ნარატივით გიზდიან, ყველა ლიბერალი ლექტორი დასაჭერია ამ ქვეყანაში, რომელიც ავრცელებს ანტისახელმწიფოებრივ მავნებლურ პოლიტიკას და უნერგავს მომავალ თაობებს. რა ჯანდაბად მინდა შენი ესეთი განათლება, რომელიც ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს და ანტისახელმწიფოებრივ იდეების გავრცელებას უწყობს ხელს. როდიდან ტეხავს კავკასიელობა? როდიდან ტეხავს კავკასიელობა მაინტერესებს, როდიდან? თურმე რუსებმა დაგვარქვეს მართლა კავკასიელები? და ჩვენ ამ უდიდეს ლიტერატურაში, ფოლკლორში, სიმღერებში, როდესაც მოიხსენიებთ, რომ კავკასიის მთების შვილი ეს რუსების დარქმეულია, ესეთ უსინდისო ლექტორი როგორ უნდა იყო? უბრალოდ კვერცხია ის ადამიანი, ვინც აი სიტყვებით თქვა, უბრალოდ თუ უყურებს, არის ჩვეულებრივი კვერცხი. და მე კიდევ ერთხელ მე ეს თავრობა რა სიზოს ბოლომდე მე gar ვიცი, მაგრამ ერთ რამეში დარწმუნებული ვარ. ილოცონ უფალი ესო, აიო, დილიდან საღამომდე ილოცონ, ოდესმე არ მეღირსოს ხელისუფლება შემოსვლა. იმიტომ რომ თუ მოვედი, აი მონაგონი იქნება 36 წელს რეპრესიები. ანუ ზღაპარი იქნება, მაგასთან შედარებით ეგ იქნება ჩვეულებრივი რაღაცა ბავშვური თეატრი უბრალოდ. მონაგონი იქნება 20-იანი ეს ჩეკისტები რომ მოვიდნენ, მონაგონი იქნება 1918-1920 წლის რეპრესიები. მონაგონი იქნება რაც აი ამ არაადამიანებს სულით გაყიდულებს და არაკაცებს ელით. და ამ ყველაფერს გავაკეთებ ზუსტადაც იესო ქრისტეს სახელით, ზუსტადაც საქართველოს სახელით და ზუსტადაც ჩვენი კავკასიის სახელით. აი თუ ვინმე აპირებს შეგუებას ამ საქართველოში, აი ესეთი ლექტორები რეგენი იყვნენ და თქვენი შვილები არ გაიზარდო, მე არ ვაპირებ მაგას. სულ რომ მარტო მომიწიოს ბრძოლა, სულ რომ მე მარტო მომიწიოს, ბოლომდე მაინც მიზანს მივაღწევ. ამ არაადამიან ათეისტებს, სატანისტებს, ვინებიც არიან, მთლიანი კოლექტივი, ლიბერალი ყველაფერს ერთად ნიშნავსო, ჩვენ გამოვუტანთ მომავალი, აი ჩვენ, ვინც გულისხმობ, ჩვენი გამომწერები, აი იდეებზე გაზრდილი, ნორმალური ადამიანები, მათ საჩვენს ჩვენ გამოვუტანთ მაგათ. და ვინოს თუ გონი ამ ყველაფერს ჩვენ შევეგუებით, ხა ხო ილიაონის ლექტორი იცი რა განათლება ბრიტანეთში აქვს მიღებული, გადამახიოს თავისი ბრიტანეთის ისა, რა ქვია, განათლება ერთ ადგილზე. გადამახიო, რომელიც ეწინააღმდეგება და წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს სახელმწიფოსთან. მე კიდევ ერთხელ მე პირდაპირ სუსია შესასვლელი ხალხნო აქ. სოროსის ყველა ფონჩი არის პირდაპირ სუსი, მამუკა მდინარეზე, აი პირდაპირ უნდა შეიყვანოს, გამოკითხვები კი არა, ბოქლომები უნდა დაადოს პირდაპირ. რა მადლობას გადავიხდი, ამაზე თქვენ ვერ წარმოიდგინეთ. თუ უნდა სუს შევპირდები, ამაზე 9 ვიდეო შავწერ თუ უნდა. აი სასიყვარულო ვიდეო შავწერ პირდაპირ. აი პირდაპირ რავი, ახალ პოემას მოვიფიქრებ მაგალითად. ეს არის არაადამიანობა და მავნებლობა სერიოზული ხალხნო. და ამას ისმენენ აი ლექციებზე და ისინი პატარა ბავშვებით იმით სპეკულირებენ, რომ ისინი ჯერ სოციალურად ჩამოუყალიბებელნი არიან, საკუთარი აზრი არ გააჩნიათ, განათლება ბევრ რაღაცაში აკლიათ, თუ მაგალითად შენს აქციაზე არ გახვიდოდი, შენს დაგაკენსელებდნენ, შენს გამოგიყვანენ როგორც ბანს და ბევრი ამას ფსიქოლოგიურად ეხა ჩემნაირი ხო არ არის, რომ ყველაფერს გაუძლოს ეხა და რეზისტენტული იყო სხვა ყველაფერს და ბევრი ეხა ბავშვი მოწყვლადი არის ეხა და ამით სპეკულირებენ, აი ამით აპელირებენ, რომ სუსტებს იჭერენ და ისინი გამოაქვთ რა უტენიან საკუთარი პროპაგანდით ტვინს. რომ აი უკრაინას უნდა დაუჭირო მხარი, საქართველო ევროპული ქვეყანაა, ევრობიუროკრატია ძალიან მაგარია, ის ტეხავს, ეს ტეხავს, კავკასიელობა ტეხავს, ღმერთის არ გწამდეს უკეთ რომ მოჭმული იდეალებია, სოროსი როგორც ამბობს, რომ ღმერთი ადამიანის მიერ შექმნილი სუბკულტურა არის. და ეგ აფინანსებს არასამთავრობო ორგანიზაციებს იმ იდეით, რომ დემოკრატიის ინდექსი გაუჯობესდეს ქვეყანაში, აი ამას ვის ჯერა ამ ქვეყანაზე, ვინ გოიმდება მართლა მაინტერესებს კიდე. ეს პედოფილები და სატანისტები, მართლა ეგენი რომ მე რაღაც ადამიანურ ღირებულებებზე მელაპარაკებიან. ხალხო, ეს არის ტყუილი.
ეს არის მავნებლობა, რომელსაც მე კიდევ ერთხელ ვთქვი, თქვენ შვილებს უმზადებენ ამ ყველაფერს. და მე არ ვიცი, თქვენ თუ პრობლემა ამასთან მიმართებაში არ გაგვაქვს პრეტენზია, არ გაგვაქვს, მაშინ შეეგუეთ ამ საქართველოში ცხოვრებას, თქვენ, მაგრამ მე არ ვაპირებ შეგუებას. ბოლომდე ვიბრძოლებ, სანამ ესეთ ადამიანებს არ გამოუტან განაჩენს. ამისთვის ჩავდებ თელს ჩემს ენერგიას, თელ ჩემს ჯანმრთელობას, თელ ჩემს სიცოცხლეს. ბიბლია, ქრისტიანობა რამეები დღეს ტეხავს თურმე და თურმე რა არის მაგარი ტიპობა, ხო? მაგარი ტიპობა არის აი ესეთი სირი რო ხარ თურმე. ის რომ კავკასიაში ვცხოვრობთ, არის ჩვენი მდებარეობის გეოგრაფიული აღწერა. მაგრამ ამიტომ კავკასიელები ვართ. უმეცრებასთან ერთად მავნებლობაც არის, იმიტომ რომ კავკასიელობა დაგვაბრალეს რუსები. მაგ რუსულ ახლობას მომავალი არ აქვს. ნეტა შესირო შენ რომ მე რაღაცაზე დამელაპარაკები და ესეთი ლექტორები რო ვინმეს ეყოლება, ბიჭო, როგორ მეცოდებით ხალხნო? როგორ მეცოდებით სტუდენტებო, აი ესეთი ლექტორები რო გეყოლებათ და ესეთი მასწავლებლები. გულწრფელად მეცოდებით. მართლა მეცოდებით, აი ამათ ხელში რო ხართ და თქვენი ერთადერთი გამოსავალი ჩემო ძმებო არის მართლა ამ ვიდეოებს უყუროთ და მართლა სიმართლე ჩემი ვიდეოებიდან გაიგოთ. ანუ მეტი არანაირი თქვენზე ძალდობენ მენტალურად სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. აღქმებს გიცვლიან საერთოდ. ეს არის კულტურული გადანერგვა ადამიანის და მე ამ ყველაფერს ესე არ დავტოვებ. ამის გარანტიას მე ვდებ. ღმერთია მოწმე და ღმერთია აბსოლუტურად ყველაფერი ამ ცხოვრებაში ჩემთვის და მასთან უნდა ფიცს რომ მე ამ საქმეს ესე არ დავტოვებ. ქართველი ხალხი მე არ ვიცი რა სიზავს არ ვიცი ამას შეეგუება არ შეგუება, მე არ ვაპირებ ამასთან შეგუება და სულ რომ მარტო ბრძოლა მომიწიოს ამ სატანისტებთან, ამ ბოროტებთან და აი ამ ახურებთან, მართლა მე ბოლომდე ვიბრძოლებ. ღმერთი არის ჩემთან, სიმართლე არის ჩემს მხარეს. თუ თქვენც იდგებით ჩემ მხარეს, მე ძალიან გამიხარდება, მაგრამ სიმართლე თუ გაინტერესებთ, მთელი ცხოვრება მარტო ვარ ბრძოლა შეჩოვლილი და ეგეც პრობლემა ძალიან დიდი არ იქნება ჩემთვის. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი. დაწერეთ თქვენი აზრი ამ ვიდეოსთან მიმართებაში დაბლა კომენტარებში და დალაიქეთ ვიდეო დროებით.